მოედი. რა მოხდა? რა გამიბარეთ? რა შვები გოგო? ოჯახს მინგრევ? რა იყო კეთება? არა, კიდე დიდგულზეა რა. დაგძენდი ქალბატონო. შეხედე როგორ ზოზინებს, მანქანაში კარგად ჩახტი? გოგო. აცალე მორჩეს კისკის. მორჩი. აბა ეხლა შენით მოყვები თუ? კარგით რა ხალხო, რა უნდა მოყვა, გავედით. მე რა თქვენმა ლაშიკომ გითხრა საით მიდიხარო, აღმოჩნდა რომ ერთ გზაზე მივდიოდით, ნუ რა მექნახ რა, არ წავყოლოდი, ხა? რამდენ ხანში მიხვედით? ნუ რა ვიცი, 10 წუთში, ხა? რაო, გზაში რა გელაპარაკა? გზაში როგორ ხარო? მანქანის ყიდვას ხო არაპირებ შენც? 10 წუთში ამდენი რამე როგორ მოასწარით? ანანო, ეხლა მომისმინე. ისმენ კეთება. მგზავრობისას ჩემ ლაშიკოს ლოყები ხომ არ აუწითლდა, ან ყბა ხომ არ აუკანკალდა. მოიცა გახსენა. მოიცა რა, ეგრე ემართება ხოლმე. ხო იცი, კოცჯის დროს ეგრე გვემართება ხოლმე. აუ, თქვენც რა მაგრები ხართ რა. მობილურის ნომრები გაცვალეთ? აი რა თავი, ნუ მომეცი ტელეფონი. აჰა, შეამოწმეთ, გადაამოწმე. მომეცი. ესე იგი. ხო მოიცადე? აჰა, ლადო ლიფტიდან გამოყვანა, რაო ლობჟანიძე. არ არის თამრი ლზე არ არის. ლზე კი არა, დზე მოძებნე, დონდლო და დედას ბუშტი. არა, დზეც არ არის თამრი, არ არის. დიდი მადლობა. შენ და რო ჩადიოდი მანქანიდან, რა გითხრა? მანქანი, ბაი, მეცი რა მითხრა კეთება. მე მალე ქორწილი მაქვსო და შენს გვეწვიეო. დამიპატიჟა თავი ქალბატონო. ანანო მომისმინე, გიკრძალა ჩემი ლაშიკოს მანქანაში ჩაჯდომას მანამდე, სანამ 70 წლის არ გახდები. აბარა, კეთება, ნებარა, აბარა. რა მინდა 70 წლამდე იმის მანქანაში, აბარა. შეხედე, 70